სტარტაპები არის ეკონომიკის დრაივერი. მოგეხსენებათ, ხომ ერთმა სტარტაპმა აგერა ახლა მაგალითად შტატებში, ხომ იგივე სტარტაპები ისეთ საოცარი გამოგონებები არა მარტო შტატებში, ჩინეთში სხვათაშორის. ანუ ის ქვეყნები, რომლებიც არიან წარმატებული, ყოველთვის ქმნიან ისეთ სტრუქტურას, რომელსაც ექნება მოქნილობა იმისაც, რომ ინოვაციები დანერგოს ქვეყანაში. და ჩვენ ქართველები ბუნებრივად ინოვატორი ხალხი ვართ. ძალიან ბევრი შემოქმედი ადამიანი ვიცით, ჩვენ იგივე ცხონებული თემურ მაისურაძე არის ერთი მაგალითი. ამის და დანარჩენ ძალიან ბევრი არიან ასეთები და ჩვენთან სამწუხაროდ აი ეს უზარმაზარი რესურსი განვითარების სხვა რესურსებთან ერთად წყალში ყრით ხშირად და აი სუის მახსენდება ფერლორენე ზიგერა დაკარგული გამარჯვებები არის სულ ესეთი ის არის რომ რაღაცას მოიტანენ რაღაც ინოვაციას რომელიც ნუ აი კონკრეტულ დიდ საერთო ეროვნულ სიკეთეს მოიტანს მაგრამ ნუ რა გინდა სტრუქტურები ისეა მოწყობილი ინოვაციისადმი მტრულად არის განწყობილი და მე არ იწყება ხომ რომ დაუშვათ მოусმენ და ну რაღაც მესამე მეოთხე ფრაზაზე რატომ რომ აუცილებლად ვიცი რომ ჩაიშლება რა ესეთი სიტუაცია და ამ ოჯადოებული წრიდან ჩვენ უნდა გამოვიდეთ და ეს საჭირო არის სწორედ იმით უნდა გავაკეთოთ ეს რომ შევთავაზოთ ალტერნატიული სახელმწიფო სტრუქტურების ალტერნატიული მოწყობაც მაგრამ ალტერნატიული გეგმები იმისაც როგორ უნდა იყოს დაუშვათ ისეთი სტრუქტურები მოწყობილი რომლებიც ინოვაციურ ეკონომიკას ხელს შეუწყობენ ან არსებულ სტრუქტურებში როგორ უნდა მოხდეს დაუშვათ ამის რეფორმირება. სახელმწიფო სტრუქტურების ინიციატივის სახალისება უნდა მოხდეს რეალურად. ანუ ორგანოები რა არის დიქტატი დაუშვათ სოფლიო ბანკის იქნება თუ რა დაუშვათ ევროკავშირის თუ ასე შემდეგ. სახელმწიფოს ისე მოწყობა რომ მას არ შეეძლოს ეკონომიკის მობილიზაცია. არ კონდეს ისეთი სტრუქტურა რომ დაუშვათ მათგან დამოუკიდებელი და დაუშვათ რადგან დამოუკიდებელი სუვერენიტეტს დაკარგავს სახელმწიფო. ეგრეც არის. ახლა ჩვენ ყველამ ხომ ვიცით, არავინ არ არის დაინტერესებული, რომ დაუშვათ რომელიმე ქვეყანამ და ეს ძალიან მარტივად, ძალიან სწრაფად კეთდება სხვათა შორის სახელმწიფოს, როცა სახელმწიფო ამ ფორმით ეწყობა. მას აქვს ინსტრუმენტები ისეთი, რომ დაუშვათ უეცრად ხდება მოდერნიზაცია. აი მაგალითად გეტყვით ახლა მაგალითად სამხრეთ კორეის მაგალითი, ხომ? 66 წლამდე ვიდრე დაიწყებოდა ეს ნობილ კორეის ისა, ქვია, დიქტატორის მიერ რეფორმა. კვირაში ორჯერ სადილობდნენ მაქსიმუმს და ამდიდრები იყვნენ ასეთები. და თანაც იყო მოგიხსენებათ კორეის ისტორია, კორეის სისხლისღვრელი ომი, გაყოფილი იყო ეს კორეა და ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა 58 პარალელზე და კომუნისტური კორეისგან საფრთხის თავის დასაცავად ამერიკელებმა მიცეს კრედიტი კორეას 50 მილიარდი იყო თუ არ ვცდები მაშინ ეს კრედიტი და 38 ბოდიშით ირაკლი კარგია რომ კარგი ვეხსიერება ხო და